ოპოზიციურ ფლანგზე პოლიტიკოსებს აკლიათ თანმიმდევრულობა. ერთდღიანი ამბებით არ უნდა ცხოვრობდეს პოლიტიკურ ველი, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ქართულ ოცნების პროპაგანდას, ის ძალიან თანმიმდევრულია და ერთი და იგივე მესიჯი შეიძლება რამდენიმე წელი, ასე ვთქვათ, ვრცელდებოდეს და ოპოზიციურ მხარეს ყველაფერი ერთ-ორდღიანი ნიუსებია. ერთი-ორი დღე რაღაც კვირილი, ისტერიკა, რაღაც ამბავი და მე ის რაზეც ხდებოდა, ეს ავიწყდებათ ერთ კვირაში. ამიტომ ასეთ რა თემაც არ უნდა იყოს, უვიზო მიმოსვლა იქნება თუ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა თვალს ეკონომიკური რაღაც პრობლემა, საბოლოოში ყველაფერი ფუჭად დაიხარჯება დრო. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არანაირი განსაკუთრებული რეცეპტი არ არსებობს. ზოგადად პროპაგანდას უნდა დავუპირისპირდეთ თანმიმდევრულობით და სწორი პოზიციით. და სამწუხაროდ ეს დიდი ხანი არ ხდება და ხან რაღაც ჭორი შემოვარდება, ხან რაღაც ამბავი, ხან რაღაცაზე ავარდება ოპოზიციურ სპექტრი, ხან მეორეზე და აი ეს რაღაც გრძელვადიანი პოლიტიკა, რაღაც გრძელვადიანი რაღაც სტრატეგია არ არსებობს. ეს ქართულ ოცნებას მაგათი რაღაც თემებს შემოაგდეს ხოლმე დატესტავს და რო დაინახავს რაღაცა მუშაობს, იმას იყენებს. იგივე უნდა ექცევდეს ოპოზიცია. თუ დავინახეთ რომ რაღაც თემა მუშაობს და რაღაც მას ეთქინა ქართულ ოცნებას, იმაზე უნდა იყოს აწყობილი პოლიტიკა. მაგალითისთვის, როცა დებატებზე ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ერთპიროვნულ მმართველობაზე და რომ ერთპიროვნული მმართველობაა პრობლემა ევროკავშირთან ურთიერთობაში და არა კონკრეტული რაღაც კანონი და ეს მმართველობის სისტემა სანამ არ შეიცვლება, არაფერი არ გვაშველება, ქართულ ოცნებას ისე ეთქინა რომ მე პრემიუმ ბრიფინგი გააკეთა ამის გამო. და ესე იგი ვიპოვეთ ხო, ანუ შეიძლება რაღაც უამრავი თემა იყოს სხვა დროს ნახსენები, მაგრამ რაღაც თემა არ აღელებდა არასდროს ქართულ ოცნებას, მაგრამ რაღაცა ისე ეთქინა, რომ ბრიფინგიც კი ჩაატარეს. ესე იგი ამ თემაზე საფიქრალია და ამ თემაზე უფრო მეტია სალაპარაკო. ეს ზუსტად ასე ოპოზიცია თუ სხვადასხვა თემებით არის დაკავებული, მაგრამ დაინახეს რომ რაღაც თემა უფრო გავრცელდა საზოგადოებაში, უფრო მეტი ხარდაჭერა იყო. კობახიძის დებატების შემდეგ, რომელიც შედგა პროპაგანდისტულ ტელეარხზე, ამის შემდგომ მეორე დღეს მან ჩანიშნა ბრიფინგი, ლაპარაკობდა იმის შესახებ, ამტკიცებდა რომ ის არ არის პირველი პირი. ის არის პირველი პირი, მაგრამ სამდრეში ამტკიცებდა ფაქტობრივად დაამტკიცა ის რომ არაფორმალური მმართველობაა ქვეყანაში და რომ გადაწყვეტილებებს იღებს ივანიშვილი. და ეს ბრიფინგი ხო ჩვენ პოზიციაზე იყო პასუხი, როცა შემოვიდა რომ ზუსტად აი ეს მმართველობის სისტემაა პრობლემა, არა რაღაც აგენტების კანონი ან რაღაც სხვა, არამედ რომ ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას, ასეთი სისტემა შეუთავსებელია ევროკავშირთან და ევროპულ რაღაც პოლიტიკურ სისტემებთან. და სანამ ერთი ადამიანი მართავს ჩვენ ქვეყანას, არანაირი ევროინტეგრაცია არ გვემუქრება. და აღმოჩნდა რომ ეს იმდენად ტკინეული არის მათთვის, იმდენად მოხვდათ ასე რომ ბრიფინგის მოწყობა მოუწიათ და იქნებ ღირს რომ აქცენტი გავაკეთოთ აი მმართველობის სისტემაზე, რომ ერთი ადამიანის მმართველი ქვეყანა არ იქნება, რომ მაგალითისთვის როცა შეიძლება ხელისუფლება შემდეგში ერთი ადამიანი არ მოვიდეს, რომ ამდენი ვილაპარაკია კოალიციურ მთავრობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ხო გასაშლელი ადამიანები დღემდე არ იციან რა არის კოალიციური მთავრობა მათ შორის.